საღამოს მშვიდობისა მეგობრებო. ესე იგი დღეს მომივიდა ესეთი ამანათი ტემოდან მქონდა გამოწერილი. პირველად გამოვწერე. ტემოზე ჯერ არაფერი არ მქონია შეხება. ესეთი აკეთებს ნასეჭკებს. არის სხვადასხვა ზომა, 3 სხვადასხვა ზომა არის. ეს არის მილიმეტრიანი, ეს არის 0.5-იანი, ეს 2 მილიმეტრიანი. შეგიძლიათ აქ გადახსნათ და ერთი სალი დაამაგროთ. ეს არის 20 მილიმეტრი, ეს 18 მილიმეტრი. ზომები რო გინდოდეთ, მაგალითად პატარა ზომის ესეთი. თავის ტემოზე ვერ მივხვდის რანაირად უნდა ამერჩია. სადმე ერთი და იგივე ზომა არის ყველა. ხო და ეგ არის ძალიან ცუდი. ახლა ბევრი არის მაგალითად სასკოლო სტანოკები, არა აქვს ამ ხელარეზეცების დამჭერი, რომ ჩაჯდეს შიგნით და რაღაც გადააკეთო, გადმოაკეთო უნდა შენებურად. კიდე რა მინუსია ხო ამას. ესენი თუ არ მოხსენი ისე არ ჯდება შეგნით არ ჩადის. ანუ თანაც ისეთი სამაგრები აქვს, რომ ოდნავ შეიძლება პრუჟინასავითა ისე შეიძლება გავარდეს რაღაც დაგივარდეს, ვეღარ ნახო. მოხსნის დროს მეც მასე გაფრინდა ისე, ოდნავ მივაწექი და გამოვარდა. ერთი ცალი ზედმეტი არის. თევს შიგნით. რაც შეეხება თვითონ რკინა რაცა ახლა ვიზუალურად არ ეთყობა არაფერი რამე რომ ცუდი იყოს. ესეც კიდე ძალიან მაღალი სიმტკიცის არის. როგორც მაგალითად 3 კალიბრი რო არის რეზეცები, რაღაც იმდაგვარი მასალა არის. ახლა ისე ვქენია რომ ზუსტად ჯდება ეს. ჩამოვჭერი ეგრე. აქ დავამაგრე. ახლა 3 მილიმეტრი მოვაკეთე. 62 ლარი დაჯდა ეს. აქ საქართველოში ახლა ეს ვიღაცას თუ აქ გამოწერილი ძალიან არ მგონია რომ თავის ფაში გაყიდოს. მინიმუმ ფიქრობ რომ 100 ლარზე ნაკლებად ამას არავინ არ მოგცემთ. მინიმუმ. ამიჯდა 62 ლარი. შეულებრივი პლასმასის ყუთში. ახლა გაჩვენებთ. ეს არის ალუმინის ხმული. ჩემი ჩამოსხმული არის. მოკლედ ეს მილიმეტრიანით არის გაკეთებული. ხელში არ სრიალებს. რო თქვა რომ რაღაც ძალიან ღრმადაა ჩასული. მოგეთ ზედაპირი არა პრიალა. არ სრიალებს. რო შევადარე ახლა ქარხნულებს, ახლა მაგალითად ეს აგერ არის ქარხნული გაკეთებული. არაფერი ისეთი რამე ანუ არ ეთყობა რომ რაღაც ეს მაგალითად ესეც კი არის გაკეთებული. ეს არის 2 მილიმეტრიანით. რამდენჯერმე მოვაცილე და ზუსტად არ ჩამიდია იმ ჭრილებში. ხო და ესე არა ზუსტადაა გაკეთებული. რკინაზე არ მიცდია, მარტო ალუმინი ეს ამას გავტესტე და ვсё. კიდე გამოვიწერე ესეთი ეს არის სალესი ქვის გასასწორებელი. აგერი. ანუ ლესვაში რეზეცებს რო ვლესავდი ეს ამას მაგალითად ამ რკინას რო ცოტა ცერად ლესავდი მაინც ანუ სწორმასწორო იყო რა. ეს მომეწონა დაახლოებით 6 ლარი და რაღაც დაჭდა 6 და 50 თუ 40. თავის ფასში არც ერთჯერადიც არა რომ გავხშეხე
ანუ თავისი რაც აქ აგერ დაძებებული არაფერი არ გახეხილა. ანუ გავუწევდი რეკომენდაციას რა. ცუდი არა ყოველ შემთხვევაში. მე გამოვიწერე კიდე სადა მოვიღე. ესეც ქვის გასასწორებელი არის. მაგრამ ამას ახლა აქ ესე რომ მოკიდო ხელი და ზუსტად ესე ვერ იმასეა. პირიქით არაზუსტი იქნება მე შეიძლება ზოგი ადგილი ანუ სწორად ვერ გაავლებთ სწორად რა. ეს ქვა უნდა დამაგრდეს სტანოგზე და ისე უნდა რეზიცების დამჭერი. აქ უნდა დავამაგროთ და მაგ შემთხვევაში შეიძლება ესეთი ქვა რო გავასწოროთ. მეტი სხვანაირად მაშინ ამაზე თუ გავუკეთებ რამეს მასე რომ გაატარო. ანუ ეს 3 ლარი ღირდა 1 ცალი. 2 ცალი მაქვს გამოწერილი. მე თავისუფალ რომ ექნება გავაკეთებ ესე დირკას გავუკეთებ და შევდებში. ეს ჩემი გაკეთებული არის. ეს თავი ვიყიდი 10 ლარი მივეცი ამაში. ხო ანუ ეს არის საბჭოთა კავშირის დროინდელი გამოშვება. რო თქვა რომ რაღაცა განსაკუთრებით არაფერი ისეთი ჩვეულებრივად აკეთებს. როგორც ეს რამეთი უპირატესობა ვიცი ვერ შევამჩნიე. მოკლედ თუ რამე შეკითხვები გექნებათ კომენტარებში დამიწერეთ და გიპასუხებთ.